3-დან 1 ადამიანის ცხოვრების განმავლობაში დაემართება შფოთვები. შფოთვებს ადრე ეძახდნენ ნევროზს. სერიოზული პრობლემა ადამიანებისთვის, რადგან თავისით როგორც წესი არ იკურნება და მეტიც ადამიანებს გონიათ, რომ გავა სინამდვილეში კი არ გადის, არამედ ქრონიკული ხდება უმეტესად და უარესდება დროთა განმავლობაში. კონკრეტული მაგალითი რომ ვთქვათ, როგორია შფოთვა. ადამიანი, რომელიც ძალიან ადვილად ნერვიულობს რაღაცებზე, მუდმივად დაძაბულია, მუდმივად განიცდის და ცუდის მოლოდინი აქვს მუდმივად. ვერ დუნდება, ვერ შეძლებს რომ მოდუნდეს და დამშვიდდეს, მუდმივად თავის ემოციური დაძაბულობის პიკზეა. ზოგჯერ გულისცემა აქვს აჩქარებული, შეიძლება სუნთქვის აჩქარება და პანიკური შეტევები შეიძლება ქონდეს და ისე ვერ გეტყვის, რომ აი რაღაც კონკრეტულის გამო კი არა, ხა ვინც ინერვიულობს გული ნებისმიერ შეიძლება აუჩქარდეს, ამაზე არაა საუბარი. როცა ადამიანს თავისით ემართება ეს ყველაფერი, ვერ იძინებენ ესეთი ადამიანები და მუდმივი შფოთვები აქვს. პირდაპირ იტყვიან, რომ ეს შფოთავ, ვერ მშვიდდები, სულ შეიძლება ეგონოს ადამიანს რაღაც აწუხებს სერიოზული განწირულობის შეგრძნება, რომ რაღაცა კატასტროფა უნდა მოხდეს სულ და ვერ იმშვიდებს თავს. ეს არის კლასიკური სურათი შფოთვის. შფოთვა უმეტესად ემართებათ 35 წლამდე ადამიანებს, 35 წლამდე ეწყებათ, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს 40-დან, 50-დან, უმეტესად ქალებში, თუმცა კაცებშიც ხშირია. უფრო მეტად თუ ვიტყვით, ვის იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც ქონდა კონტაქტი რაიმე დიდ პრობლემასთან, ან დიდ სტრესთან სამსახურში მაგალითად, ან დაძაბული რეჟიმი აქვს მუდმივად, ან რაიმე ქრონიკული დაავადება, გულის დაავადება, ფილტვების, ან დიაბეტი, ან რაღაცა ქრონიკული დაავადება ვისაც აქვს, მათ ხშირად ემართებათ ხოლმე შფოთვები. აქვე არის მთავარი კითხვა, რომ ადამიანები ამბობენ, რომ ან შფოთვა ემართებათ სუსტ ადამიანებს, ანუ მე სუსტი ნებისყოფა მაქვს, სუსტი ნერვები მაქვს, რომ შფოთვა ან ნევროზი მემართება. არ არის მაგაზე დამოკიდებული, კვლევებით დადასტურებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს ემართება ნებისმიერი პროფესიის და მათ შორის მოწინავე პროფესიების ადამიანებსაც ემართება შფოთვები და არ არის დამოკიდებული სიმყარეზე, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები თუ მეცნიერები თუ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერს ემართება შფოთვა. ის არის, რომ ვინც თქვა ფიზიკურად მეტს მუშაობს და ნაკლები სტრესი აქვს, იმ ადამიანს ნაკლებად ემართება. თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ადამიანის ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე. შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს ადამიანი, მაგრამ შფოთვები დაემართოს. უმეტესად ქალებს ემართებათ. რა იწვევს ხო შფოთვას იტყვის ადამიანი, რომ აი რატომ ხდება ეგეთი რაღაცა? თუ ვიტყვით ბიოლოგიურ დონეზე რა იწვევს, აქ არის რამდენიმე მთავარი მოთამაშე. ნორადრენალინი იმატებს. ნორადრენალინი არის ყურადღების და მობილიზების ნეიროტრანსმიტერი თავისთვის, ანუ ძალიან ერთბაშად იმატებს. სეროტონინი იკლებს და GABA, რომელიც არის დამშვიდების და სიმშვიდის ნეიროტრანსმიტერები და ეს კომბინაცია იძლევა აი იმ შეგრძნებას, რომ ყველაფერი არის ცუდად და ანუ ადამიანი ძალიან მობილიზებულია, რომ სტრესის დროს უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად ვერ მშვიდდება და ეს კი არ ხდება 5 წუთის განმავლობაში, ეს ხდება წლების განმავლობაში და ძალიან ძნელია ამის მიღება. მეორე ადამიანებს, რომელსაც აქვთ შფოთვა, ტვინში შიშის ცენტრი, რომელიც არის ამიგდალა, აქვთ გააქტიურებული. ამიგდალა აქტიურდება, როცა მაგალითად დაინახავ ლომს და შეგეშინდება და ეს უნდა იყოს იმისთვის, რომ ან გაიქცე, ან შეებრძოლო რაღაცა ქნა და ეს სულ რო გააქტიურებულია, მუდმივ სტრესს, მუდმივ შიშს იწვევს, მუდმივ მოლოდინს იწვევს, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ადამიანი ვერ მშვიდდება. მეორეს მხრივ კორტიზოლის დონე იმატებს ორგანიზმში.
ასევე ადრენალინის დონე იმატებს, ამიტომ გული რო უჩქარდებათ ადამიანებს, ან შეიძლება ხელები უკან კალებდეს, კუნთების დაჭიმულობა გქონდეთ და იმიტომ რომ სტრესული ჰორმონები იმატებს. მიზეზი ამისი რა არის? არ არის ბოლომდე დადგენილი რა იწვევს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ან მშობელს ან დას მას თუ აქვს შფოთვა მაღალი ალბათობაა რომ შვილსაც ჰქონდეს. თუ ადამიანი დიდ სტრესზე ზიარა, შეიძლება იყოს ახლობლის გარდაცვალება, ან ავარია, ან უბედური შემთხვევა, ან ავადმყოფობა, ან უბრალოდ დაძაბული რეჟიმი აქვს სამსახურში, ეგეც მნიშვნელოვნად ზრდის შფოთვის რისკებს. ამიტომ ბევრი ფაქტორი ერთად მოქმედებს. ანუ დაძაბულ რეჟიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში და დაავადებას ადამიანებს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ აქვთ მაღალი რისკი შფოთვების განვითარების. და აქვე ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის, რომ რა განსხვავებაა შფოთვასა და პანიკურ შეტევას შორის. განსხვავება არის დროში. ანუ სიმპტომები შეიძლება იყოს მსგავსი, უბრალოდ სიმპტომის ინტენსივობა მაღალია პანიკური შეტევების, რა გული ჩქარდება, ოფლი ასხავს, თქვა აჩქარებულია, შეიძლება ხელები უკან კალებდეს ადამიანს, ძალიან ძლიერი განწირულობის შეგრძნება აქვს, შიშის შეგრძნება აქვს და ეს ინტენსიური მოზღვავება, აი ამ შიშის, არის პანიკური შეტევა, რომელიც დაახლოებით 30 წუთი გრძელდება და მერე გაივლის. მაგრამ როცა ხანგრძლივად გრძელდება კვირების განმავლობაში, თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში, ეს არის პანიკური, ეს არის შფოთვითი აშლილობა და შფოთვა, ამას ქვია შფოთვა. ზოგადად სახელი როგორც კლასიფიცირდება, როგორც დაავადება, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ქვია. და რა განსხვავებაა ნევროზსა და შფოთვას შორის? მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის, უბრალოდ ნევროზი იყო უფრო ზოგადი ტერმინი, რომელშიც აერთიანებდნენ ყველა მდგომარეობას, რომელსაც ვერ პოულობდნენ, რომ რაღაც კონკრეტული დაავადება იწვევდა და ვერ ხსნიდნენ, აკლასიფიცირებდნენ ხოლმე როგორც ნევროზს, მათ შორის შფოთვებს და მათ შორის აი ამ პანიკურ შეტევებს და ესე. თუმცა ჯამში თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მონათესავე ტერმინი რაც არის ის ჩანაცვლდა ნევროზი არის შფოთვა. შესაბამისად 1980 წელს ამოიღეს კლასიფიკაციიდან და ნევროზი აღარ გამოიყენება მოკლედ. ახლა ვთქვათ, როგორ მკურნალობთ შფოთვებს. პირველი და ყველაზე მთავარი მკურნალობა არის კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია. კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიაზე ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრები. უბრალოდ მოკლედ ვიტყვი პრინციპს და დეტალურად აქ არ ჩავშლი, მაგრამ პრინციპი არის ასეთი, რომ როგორც თქვათ, გაქვს ბაღი და ბაღში თესავ ყვავილებს და ბაღში იწყებს გამრავლებას სარეველა. შენი პირველი ფუნქცია ამ დროს არის, რომ შემოიარო ბაღი, ნახო სად რა არის, იპო სარეველა, სარეველაზე თქვა, რომ ეს არის სარეველა და დაიწყო სარეველას ამოძირკვა და მის ნაცვლად დათესო რამე ბაღის ყვავილი, რომელიც შენ გინდა რომ იქ იყოს. აი ეს არის კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის აზრი, რომ პოულობთ არა ჯანსაღ, არა ჯანმრთელ ფიქრებს, აზრებს, შეხედულებებს და მათ ვანაცვლებთ ჯანსაღი აზრებით. მეორე ვარიანტი არის, როცა სათვალე გაქვს გასაწმენდი და ყველა ტალახიანია მაგალითად და სამყაროს ხედავ ტალახიანად. სამყარო კი არ არის ტალახიანი, სათვალე გაქვს გასაწმენდი დგები და იწმინდა სათვალეს. ეს მეორე ანალოგია. ეს არის პრინციპი, რომელიც ფსიქოთერაპევტებთან ხდება ეს ამბები, ადამიანი თუ გაერკვევა, მარტო შეუძლია რა თქმა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება წამლებს, ვისაუბრებ წამლებზე, რომელიც ამ დროს გამოიყენება და საკვებ დანამატებზე, რომელიც არის ბუნებრივი და ძალიან უსაფრთხო. პრეპარატებიდან პირველი რიგის პრეპარატები, რომელიც გამოიყენება შფოთვების დროს, არის ანტიდეპრესანტები. ანტიდეპრესანტებიდან სეროტონის სელექციური იმიტაციების ინჰიბიტორები გამოიყენება. სერტრალაინი მაგალითად, ეციტალოპრამი, პაროქსეტინი, ეს სამი. ძირითადად ყველაზე, აი თუ ვიტყვით რა ყველაზე კაი რომელია, ყველაზე უსაფრთხო, ყველაფრის გათვალისწინებით მოკლედ სერტრალაინს ანიჭებენ ხოლმე ყველაზე უპირატესობას.
ფლოქსეტინი, პროზაკი შეიძლება, მაგრამ ისე რა, იმიტომ რომ შეიძლება შფოთვა პირიქით საწყის ეტაპზე გაზარდოს და ამიტომ არის რომ sertraline-ს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე და რომ დაბალი დოზით, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უნდა შენარჩუნდეს თერაპია, რაც შეიძლება, დაბალი დოზით იწყება, თუ საჭიროა მე უმატებენ დოზას, თუმცა და ეცადოს ექიმაც პაციენტმაც რომ მინიმალური დოზა მიიღოს და ოღონდ ხანგრძლივად. მკურნალობა გრძელდება სიმპტომების გაქრობიდან 6-12 თვე გრძელდება მკურნალობა მაინც ამ წამლებით. ანუ ხანგრძლივად მიიღება თვეების განმავლობაში, წლები გამოდის ზოგჯერ. ეს მიიჩნევა ყველაზე ეფექტური მკურნალობად კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიასთან ერთად. თუ ვისაც წამლები არ უნდა, აგერ კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია არის 70%-იანი ეფექტურობა აქვს. რაც შეეხება წამლებს, აი ამ sertralines, citalopram's, paroxetins, შეიძლება ასევე მეორე ნაირი ანტიდეპრესანტები არის, რომელსაც ქვია ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაციების ინჰიბიტორი, მაგალითად დულოქსეტინი. მისი გამოყენებაც შეიძლება თუ აი sertraline და ეგენი პირველი რიგის ანტიდეპრესანტები, რაც ზევით თქვი, ისინი აშველის. მაშინ დულოქსეტინი, venlafaxine, ესენი შესაძლებელია გამოიყენოთ, მაგრამ ზედები უფრო აუცილებელია, იმიტომ რომ ისინი მარტო სეროტონინზე მოქმედებენ, უბრალოდ უპირატესად სეროტონინზე მოქმედებენ, ცოტათი ნორადრენალინზე, დოფამინზეც მოქმედებენ, მაგრამ ძალიან ცოტათი და ესენი ნორადრენალინზე უფრო მეტად მოქმედებენ, ამიტომ არის რომ უპირატესობა ენჭება სეროტონის უკუმიტაციების ინჰიბიტორებს და არა სეროტონინ და ნორადრენალინის უკუმიტაციების ინჰიბიტორებს. ანუ დულოქსეტინი არის მოკლედ თუ ვერ უშველა sertraline-მა. აი ეს არის აზრი, რაც ანტიდეპრესანტების შერჩევისას გამოიყენება ხოლმე. ბენზოდიაზეპინები გაგიათ ლორაზეპამი და დიაზეპამი და ესე ხო? ეგენი გამოიყენება პანიკური შეტევების დროს. ეგენი პირდაპირ არის ანქსიოზიზური საშუალებები, რომელიც გამოიყენება პანიკური შეტევებისას და გამოიყენება ხანმოკლედ. ანუ დიაზეპამი ან რაღაცა ზეპამი ან რაღაცა თუ შეგხვდა მოკლედ, ეგ არის აუცილებლად მოკლე დროით უნდა გამოიყენო ორი მიზეზის გამო. გაბა სისტემაზე მოქმედებენ, ეგენი ძალიან ძლიერები არიან, გაბას რაოდენობას ზრდიან, ნახელმისაწვდომობას ზრდიან და სიმშვიდეს იწვევენ, დამამშვიდებელია, ამშვიდებს. ოღონდ ძლიერია და თან მიჩვევას იწვევს და გვერდითი ეფექტები აქვს. შესაბამისად, მაგათი გამოყენება ხანგრძლივად არ შეიძლება. მარტო აი მომენტალურად რომ უცებ უნდათ რომ თქვა დაამშვიდონ ადამიანი, შეიძლება ბენზოდიაზეპინების გამოყენება, მაგრამ არა ხანგრძლივი დროით. ბუსპირონია კიდე ესეთი პრეპარატი, რომელიც სეროტონინზე მოქმედებს პრინციპში ასევე. ძალიან უსაფრთხოა. ანუ უსაფრთხოდ მიიჩნევა და არის გაჭირვების ტალკვესივით. ოღონდ სუსტად და ნელა იწყებს მოქმედებას, მაგრამ კარგია. ვინც ანტიდეპრესანტებს ვერ იღებს, მოკლედ იმათ ბუსპირონს უნიშნავენ ხოლმე. ეგ არის პრინციპი და ოღონდ ეფექტისთვის ჭირდება 1-2 კვირა. სხვა ყველა ბევრად უფრო ჩქარია. ანტიდეპრესანტებსაც ჭირდებათ ეფექტურობისთვის დრო, მათ შორის ზოგჯერ კვირები, მაგრამ ეფექტი ზოგადად უფრო ადვილად იგრძნობა ხოლმე მათ შემთხვევაში ვიდრე აქ. ეს უსაფრთხოა, მაგრამ ისეთი ეფექტური ვერ არის. იმათ 60-70%-იანი ეფექტურობა აქვს, ამას დაახლოებით 50%-იანი ეფექტურობა აქვს ბუსპირონს. ამიტომ sertraline და ანტიდეპრესანტები მაინც მიიჩნევა, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბუსპირონი. ხო, ესენი იყო ძირითადად პირველი და მეორე რიგის პრეპარატები, რითიც შფოთვას მკურნალობენ და ეხლა სულ ადამიანს უნდათ უფრო მეტად უნდათ რომ ბუნებრივი იყოს რაღაცა, უფრო უსაფრთხო იყოს რაღაცა და უფრო ეს ბუნებრივი საშუალებები და ბუნებრივი საშუალებებიდან გეტყვით რამდენიმეს, რომელიც თან უსაფრთხოა, ძალიან უსაფრთხოა და თან კიდე ეფექტი აქვს შფოთვების წინააღმდეგ. პირველი ესეთი საკვები დანამატი არის ლავანდას ექსტრაქტი. ლავანდას ზეთის ექსტრაქტი ქვია ხოლმე, ოღონდ ეს არ უნდა აგერიოთ არომატული ზეთი, არომათერაპიისას რო ზეთები გამოიყენება, ეგ არ არის, კაფსულებია ეს.
და ექსტრაქტია მოკლედ ლავანდაში. ლავანდა ყვავილია, იცით ალბათ რაღაც მოისფრო ყვავილია ლამაზი და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. GABA რეცეპტორებზე მოქმედებს, დაახლოებით ისეთი მოქმედება აქვს, როგორც ბენზოდიაზეპინებს, ოღონდ ეგეთი ძლიერი არ არის, მაგრამ ზოგ ადამიანთან მიმართებაში კონკურენციას უწევს თავისი ეფექტურობით ბენზოდიაზეპინებს. ამიტომ ერთ-ერთი ძალიან დაფასებული პრეპარატია 80 მგ მიიღება დღის განმავლობაში. მიიჩნევა, რომ არის უსაფრთხო ძალიან, რაიმე მნიშვნელოვანი ისეთი უარყოფითი მხარე არ აქვს და მისი მიღება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რეცეპტის გარშე გაიცნო ჩვეულებრივი საკვები დანამატი. მეორე, რაც საკვები დანამატი უნდა იცოდეთ, არის მაგნიუმი. მაგნიუმი 200-დან 400 მგ-მდე მიიღება დღის განმავლობაში. მაგნიუმი ასტაბილურებს მოკლედ სინაფსურ ზოგადად უჯრედების მემბრანებს ასტაბილურებს და სინაფსებში ნეიროტრანსმიტერების რეგულაციას ახდენს. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც მაგნიუმის დეფიციტი აქვს, მაგრამ ისაც, ვისაც არ აქვს დეფიციტი, მათშიც მოქმედებს. მაგნიუმის დეფიციტი კი ძალიან ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც შფოთვა აქვს და სტრესი აქვს. ამიტომ მაგნიუმი ერთ-ერთი კარგია. ოღონდ მაგნიუმის გლიცინატის ან ციტრატის ფორმით უნდა იყოს მაგნიუმი. ანუ ამას მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად, რომ მაგნიუმი იყოს ან გლიცინატის ფორმით, ან ციტრატის ფორმით. არის მაგნიუმის ოქსიდი, მაგალითად, კაფსულები იყიდება. ეგ არ მიდის თავის წინამდე და აზრი არ აქვს მაგის და ეგ არის საფაღარათო, ანუ დალევ და ფაღარათი დაგემართება. ვისაც უნდა საფაღარათოდ, მაგნიუმის ოქსიდი მშვენიერია, დალევს გავა კუჩი. მაგრამ ვისაც უნდა რომ ტვინზე იმოქმედოს და დამშვიდოს, გლიცინატი ან ციტრატი უნდა მიიღოს მაგნიუმის 200-400 მგ-ის რაოდენობით დღის განმავლობაში. ძილის წინ სვავენ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ დაძინებაში ეხმარება ზოგიერთ, თუმცა ის არ არის რომ დალიო და დაგაძინოს, ეგეთი არაა. შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მიღება უბრალოდ ეხმარება დაძინებაშიც. L-თიანინი არის ესეთი საკვები დანამატი კიდე, რომელიც GABA-ზე მოქმედებს ასევე და 100-დან 400 მგ-მდე გამოიყენება ძირითადად. მასაც აქვს მეტნაკლები ეფექტურობა, ძალიან მაღალი უსაფრთხოება აქვს, მოკლედ და როგორც დამამშვიდებელი ისიც გამოიყენება. Passiflora, passion flower, ესე ქვია ინგლისურად, ესეც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ესეც უსაფრთხოა და მისი მიღებაც შესაძლებელია და მისი დამამშვიდებელი მოქმედება ზოგჯერ იმდენ მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება სხვა დამამშვიდებლებთან მისი მიღება. აი Passiflora-სთან მიმართებაში ეს უნდა დაიმახსოვროთ. და მეხუთე საკვები დანამატად ვიტყოდი saffrons, ანუ ზაფრანას. ხო, ეს ის ზაფრანა არ არის, ოღონდ ჩვენ რო ის ყვითელი ყვავილის იმაში რო საჭმელში რო არის, ეგ არა. ისფერი რომ არის ეგ, საკმაოდ ძვირი ღირს და ეგ მოქმედებს ნეიროტრანსმიტერებზე, სეროტონინის დონეზე, ნორადრენალინზე, დოფამინზე, მოკლედ კაი ანტიდეპრესანტივით მოქმედებს და საკმაოდ ეფექტურია. ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, მოკლედ ბევრი კარგი მოქმედება აქვს ძალიან. ზაფრანას მე ჩემს ერთ-ერთი ფავორიტია მოკლედ და 12 კვირის განმავლობაში შეიძლება მისი მიღება, უფრო მეტზე საერთოდ კვლევები არ აქვს. ეხლა ეს რაც გითხარით, საკვები დანამატები, ძალიან უსაფრთხოები რაც არის, ეგენი გითხარით. არის კიდე ბევრი, აშვაგანდა და კავა და რაღაცეები, მაგრამ იმათზე არ ვამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან გვერდითი ეფექტების გამო, ნუ ზოგი ღვიძლისთვის ტოქსიურია, ზოგი არ შეიძლება ზოგიერთი დაავადების დროს და შედარებით მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები აქვს და ეს რაც თქვი, შედარებით ნაკლები გვერდითი, შედარებით კი არა, ძალიან ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს რა, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოებია, რაც თქვი. ნუ შეიძლება კიდე თევზის ქონი, ომეგა-3, რომელიც ზოგადად ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, პირდაპირ შფოთვებს არ მოხსნის, მაგრამ ტვინს დაეხმარება ნორმალურ ფუნქციონირებაში. აი ამ კურნალობებით 70-80% შფოთვების განკურნება შესაძლებელია და შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში სამუდამოდ, ან პროგნოზი კარგი აქვს, მაგრამ კურნალობის გარეშე შფოთვა შეიძლება დარჩეს მთელი ცხოვრება.
აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.